მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მინდა ვისაუბრო ლოგოს შექმნაზე. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა ჩემთვის, როდესაც ვიწყებთ დიზაინის შესწავლას, არის ხოლმე ასეთი. ხატვა არ ვიცი და რამდენად გამოვა ჩემგან დიზაინერი. აი, ილუსტრაციებს გავაკეთებ, ლოგოს შევქმნი და ჩემი პასუხი ყოველთვის არის, რომ კი. ლოგოს და ილუსტრაციების შექმნაც შესაძლებელია სხვისი სკეჩებით. კი, რაღაც ესე ჟღერთ თითქოს რამეს ვიპარავთ, მაგრამ რეალურად კი არ ვიპარავთ, სესხულობთ. ანუ სხვისი სკეჩიდან შეგვიძლია შევქმნათ ჩვენი რაღაც ახალი ლოგო. მიუხედავად იმისა, რომ სკეჩების გაკეთება ჩემითაც შემიძლია, ამ პლანშეტში, ამ ფანქრით, მაინც გადავწყვიტე, რომ დღეს ლოგო შევქმნათ სხვისი სკეჩებით. ანუ ინტერნეტში მოვიძიოთ სკეჩები და ამის სწორი განლაგებით შევქმნათ სრულიად ახალი და უნიკალური ლოგო. პირველ რიგში ვფიქრობდი, რისი ლოგო გამეკეთებინა, რადგან ახლა ვისვენებ და არაფრის დაკვეთა არ მაქვს. გადავწყვიტე, ინსპირაცია ამეღო ბავშვობიდან. მოკლედ, ჩემს ბავშვობაში, ჩემი კორპუსის გვერდზე კორპუსში იყო ესეთი ძალიან საინტერესო გასართობი ადგილი, ჯუგულას კომპიუტერები. კი. მიუხედავად იმისა, რომ სახლშიც გქონდა, მაინც ბავშვებს გვიყვარდა ხოლმე იქ შეკრება და ერთად თამაში. ერთად მაინც Sony 2-ზე ვთამაშობდით ხოლმე, მაგრამ სხვა კომპიუტერებიც იყო. და რამდენიმე წლის წინ გამიჩნდა ასეთი იდეა, რომ შემექმნა game room-ი რაღაც ესეთი რეტრო სტილში, სადაც მექნებოდა დენდი. ჩემს ბავშვობაში დენდი იყო, Nintendo არავის არ გქონდა. ყველა დენდის ვიყენებდით ხოლმე. დენდი მქონდა მეც და საერთოდ არ ვიცოდი Nintendo-s არსებობა. საკმაოდ დიდი ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ თურმე დენდი მოპარული Nintendo-ა. მოკლედ, რამდენიმე წლის წინ გამიჩნდა ასეთი იდეა, რომ შემექმნა პატარა game room-ი, სადაც ესე მოგონებებს გავიღვიძებდით 90-იანების ბავშვები და უკვე 30-ს გადაცილებული ქალბაჟები და ეს იქნებოდა retro game room-ი, სადაც დავდგავდი Sony 1-ებს, Sony 2-ებს, Sega-s და Dendy-s. ხო და ასეთი game room-ის ხსენებაზე და ასეთი game room-ზე ფიქრის დროს ყოველთვის მახსენდება ხოლმე ჯუგულას კომპიუტერები. ხო და გადავწყვიტე ჯუგულას კომპიუტერების ლოგოს დიზაინერი რომ ყოფილიყავი, როგორც შევქმნიდი თავის დროზე. საერთოდ არაფერი არ ეწერა გარედან. ჩვეულებრივი ბუნკერის შესასვლელს გავდა. მაგრამ ძალიან გვიყვარდა ბავშვებს იქ გართობა და სხვათა შორის მე მგონი ერთადერთი გოგო ვიყავი, ვინც მან დადიოდა. იმიტომ რომ რაღაცნაირად იმ დროში ბევრი ბიჭებით გარემოცულ სივრცეში გოგოს ყოფნა უტაქტობად და ცუცაქციელად ითვლებოდა ხოლმე. რატომღაც. მოკლედ, მოვქექე ინტერნეტში რაღაცები და პირველ რიგში მინდა დავიწყო თვითონ Nintendo-s joystick-ით. ესეც ჩვენი joystick-ი და კიდე ეს მოხუცი საყვარელი კაცი. ჯუგულა. აქ ჩემს ვიდეოს გავთიშავრო, კეთესად გამოჩნდეს ყველაფერი. ჯერ დავხატოთ joystick-ის მინიმალისტური ვარიანტი. ეს ჩავამაგროთ, რომ ხატვის პროცესში არსად გაიქცეს და გადავხატოთ. ზოგადად ლოგოს როდესაც ვქმნით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს გადატვირთული
და მარტივად აღქმადი და მარტივად დასამახსოვრებელი იყოს თვალისთვის. ბევრი დიზაინერი ცდება ხოლმე ლოგოს შექმნის პროცესში და როდესაც ძალიან არის გადატვირთული, პრობლემა იქნება არა მხოლოდ მის დამახსოვრებაში, არამედ სხვადასხვა ზედაპირზე ლავირება არ შეგვიძლია მარტივად. და ყველა ზედაპირზე ვერ ვახერხებთ მის დატანას, ასე ვთქვათ, დაბეჭდვას, დაგრავირებას და ასე შემდეგ. და მჯობია ხოლმე, რომ როდესაც ლოგოს შევქმნით, იყოს უფრო მარტივი. ყოველთვის ეცადეთ, რომ ზედმეტად არ გაიხარჯოთ და რისი დაკოპირებაც შეგიძლიათ, დააკოპიროთ უბრალოდ და აღარ შეიწუხოთ თავი იმის ხელთავიდან დახატვით. ახლა ორი ცალი მაქვს, ორი ცალი კიდევ მჭირდება. Shift-ს დავაჭერ და ორივე მომენიშნება. Alt-ს დავაჭერ და დავაკოპირებ. Alt-ი და დამიკოპირდა ორივე ბორცვი. Alt-ით გადავიტან მეორეს. ჯერჯერობით ფერებს არ ვასხავ და მხოლოდ ვტოვებ კონტურებს. მოგვიანებით ჯერ არ ვიცი როგორ გადავხატავ. იმიტომ მოგვიანებით ჩავასხავ თუ საჭირო გახდება ფერებს. ნახოთ. ერთი. Alt-ით ვაკოპირებ და გადავატრიალებ 90 გრადუსით. აი ასე. მგონი უკვე მივიღე. რაც მჭირდებოდა ამებს. ავიღებ და გავცენტრავ ერთმანეთში, რომ სრული სიზუსტით გვქონდეს. ამას ჩავაქრობ და ვნახოთ რა გამოვიდა. ესეც ჩვენი Nintendo-ს ჯოისტიკი. ღრუბლის მსგავს Shape Builder-ს დავაჭერთ და ამებს გავაერთიანებ, რომ მივიღო ერთი მთლიანი ფორმა. აი ასე. ახლა შემიძლია ამას მივცეთ შავი ფერი, ამ ბურთებს მივცეთ წითელი, ამათ შავი და ამათაც მოდი მივცეთ წითელი. ეს კი არ მახსოვს ესენი რა ფერი იყო ხოლმე. თეთრს დავდავებ დროებით. ესეთი საყვარელი ჯოისტიკი მივიღეთ. და მოდი ახლა მოხუცი ბაბუა გადავხატოთ. რა თქმა უნდა შეგვიძლია ეს მოხუცი ბაბუა აი ასე გადავხატოთ. არა რაღაცა უფრო მარტივი მინდა. მოდი მოვძებნოთ მოხუცი კაცი. რაღაცნაირად მაინც ეს მომეწონა, მოდი ამიტომ ეს ავიღოთ. როგორც გითხარით, ამის გადახატვა შეგვიძლია ხელითაც, ესე სათითაოდ შეგვიძლია დავყვეთ. ასე. აი ასე სათითაოდ დავყვეთ ხაზებს. ან მეორე ვარიანტი არსებობს.
დავატრეისოთ, თუ გამოდის sketch. ჩემი აზრით იდეალური sketch გამოვიდა. სუსტად ისეთი, როგორიც გჭირდება. Ctrl-Shift კვადრატულებს ჭხილით ამოდის ზემოთ. ან უბრალოდ როგორც ვიცით bring to front. აი ესე მარტივად. ამოდი ამას ფერი შევცვალოთ, თორე არ ჩანს. ახლა გადავაქცე ობიექტად და ამას ამოვკვეთა. ამის ამოკვეთაც შეიძლება. შეიძლება ამათაც მოვხდეთ. და ამათაც რატომაც არა. ესეც შეიძლება გამოვჭრათ. კარგი. ახლა მოდი მივცეთ ფერი. მინდა რომ იყოს ვერცხლის ფერი და გრადაცია დავადო. აქ ფერების პოვნა შეგვიძლია. როგორც გაგვიხარდება ისე. ეს უკვე გამზადებული გრადიენტებია. მაგრამ მე მაინც მოყარს ხოლმე, როდესაც მე თვითონ ვუკეთებ გრადაციას. იმიტომ რომ ჩემ გემოზე გადავაადგილებ ამ ჭრდილებსაც და ყველაფერს. ეს მომწონს. ეს იყოს თეთრი, არა რაღაცნაირი კარგი წითელი. თეთრი კანტები ხო აქ ისედაც გვაქვს. და აქაც მოდი რაღაც კარგი ვერცხლისფერი გავაკეთოთ. ეს იყოს თეთრი. და ეს იყოს კარგი წითელი. და ესეც გავაერთიანოთ. ჩემი აზრით მშვენიერი ჯოისტიკი მივიღეთ. აი ამის ამოკვეთაც შეიძლება. თუ დავტოვოთ. მგონი კარგია. ეხლა ბაბუ დავაბრუნოთ. მგონი ბაბუც კაი ვერცხლისფერი რო გავაკეთოთ, ცუდი არ იქნება. რაღაც უფრო ესეთი. კარგი, ეხლა ზედმეტებს მოვჭრით. მაგალითად, აი ამას ამოვკვეთავ. ესეც ამას აკვეთია. ესეც. ჯერ ამას აკვეთებს მოვიშორებ. და მერე გაერთიანებას შევდგები. მგონი ამოკვეთილია, რაც მჭირდება და დანარჩენი გავაერთიანოთ. ეხლა დავიწყოთ ფერის მიცემა, სადაც დავაკელით. პირველ რიგში ამას უნდა მივცეთ მთლიანი ფერი და ავიღებ პიპეტკას. უი, ეს რა დაგრუპული მქონდა დამავიწყდა. Ctrl-Z.
გავუკეთოთ ამ გრუპ და სათითაოდ პიპეტკა და ესეც ჩვენი გრადაცია. ეს გვინდოდა რომ ყოფილიყო იგივე ფერის რაც კლავიში. ხოც ეს ფერი არ მომწონს. აი ყურიც რა იგივე ფერში გადავუყვანოთ. არ იქნება ორიგო. ახლა უკვე მომწონს. თქვენი არ ვიცი, მე ძალიან მომწონს. მოდი ახლა ავარჩიოთ ტექსტი. ჩვენ ბავშვები ამას ვეძახდით ჯუგულასთან, ხო და დავარქვათ ჯუგულასთან. მინდა რომ გულის ფორმა და ჯუსთან გამოვაცალკევა ერთმანეთისგან. მგონი ავხსენიებ გასაგებად, მაგრამ აი ასე. აი ეს მომწონს. პირველ რიგში რასაც გავაკეთებ არის ტექსტის გაობიექტება. და დავშლი. ჭირდება ჯუ. აუცილებლად. ინახეთ რისი გაკეთება მინდოდა, როდესაც ეს ორი ერთად გადავაბი. აი, რისი შექმნა მინდოდა. იდეურად. გულის ფორმის მიცემა მინდოდა. როდესაც გვეკითხებოდნენ, სად მიდიხარ, სად ხარ, სად იყავი, ჯუგულასთან. ასე ვასხვავდით ხოლმე შესაბამისად, ძალიან კარგი სახელწოდება იმისთვის, რისი ლოგოს შექმნასაც ახლა ვცდილობ ჩემი წარსულიდან. რა თქმა უნდა, ამ გულს მოვხსნი. არ მომწონს. ესეც ძალიან დიდია. და მოდი დავშალოთ. და იქნებ გადავაბად რაღაცნაირად. ხო, აი ესე მე მგონი ცუდი არ იქნება. მივცეთ შესაბამისი ფერი, რაც უფრო მოუხდება. მოდი რამე ლამაზი გული მოვძებნოთ. როგორც მინდოდა და როგორც წარმომედგინა, ისეთი გულის ფორმას ვერ ქმნის მხოლოდ მამაკაცის თავპირი და ჯოისტიკი. აღარ გადავხატავ ხელით. დავატრიისებ სრულიად მარტივად. მაგრამ წარწერასთან და ბიუსტის ქვედა ნაწილთან უკვე აღარ მომწონს. რა შეიძლება რომ მოვფიქროთ? ფანქარი მინდა. ჯანდაბა დაკრაკილში არ მუშაობს ფანქარი. და მოვიწყდა რომ დაკრაკილში ფანქარი არ მუშაობდა. იმიტომ ხელით მოგვიწევს ამის გასწორება.
ხარ, რადგან მონიშნული მყავს მხოლოდ ეს ობიექტი, ანუ გული, სხვა დანარჩენი ფორმები, რაც დევს ჩვენს დაფაზე, ხელშეუხებელია ამ დროს და მხოლოდ ეს გული იშლება. ახლა ფანქარი რომ გქონდეს, ფანქრით წამოგრძელებას გავუკეთებდით. აი ეს თული არის პენსილი. უბრალოდ დაკრეკილ ვერსიაში არ მუშაობს და ჩემი ვერსია სახლის კომპიუტერში დაკრეკილია, ამიტომ პენსილს ვერ გამოვიყენებ, მაგრამ რომ შეგვეძლოს, უბრალოდ დავიღებდით აი ამ თულს და აი აქ ესე დავსმევდით, როგორც გაგვიხარდებოდა ისე. აი ესე გამოვწევდი, დამიხატავდა ზუსტად ისე, როგორც აი აქ არის. გადმომიტანდა ზუსტ ასლს. მაგრამ ახლა ამას ვერ ვიზავთ. მოდი აბა გრადაცია შევცვალოთ. არ არის წაკითხვადი, კი მინდა რომ არ იყოს, მაგრამ ძალიან ჩაბნელებული თან მინდა რომ იყოს. ხო, მაგრამ ეს ცუდი არ არის. გავაობიექტებ და აქ ამოკვეთებს გავაკეთებ საჭიროს. ჩემი აზრით ცუდი არ არის. აი ასე მივიღეთ. მოკლედ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, სხვისი სკეჩებით და ფოტოთით შეგიძლიათ შექმნათ ილუსტრაციებიც და ლოგოებიც. ეს პატარა მარტივი ტუტორიალი გავაკეთეთ ახლა, როგორ შეიძლება ლოგოს შექმნა სხვისი სკეჩებით ან ინტერნეტში მოძიებული რაღაცა სურათებით. თურმე ყველაფერი შესაძლებელია. ამ ვიდეოს კომენტარებში დამიწერეთ, რაზე ვისაუბროთ შემდეგ ვიდეოში, რა ავაწყოთ, რისი დიზაინი გავაკეთოთ, რა ჯობია, რატომ, რისთვის. მე ვფიქრობ, მაინც პოსტერზე ვისაუბრებ შემდეგ ვიდეოში, მაგრამ თუ თქვენ გაქვთ რაიმე სხვა იდეა და სურვილი, ეგეც აუცილებლად მითხარით. რაც შეეხება ლოგოს, მინდა რომ მარტივად კიდევ ერთხელ ავხსნათ, რა ჭირდება რეალურად ლოგოს. უნდა იყოს მარტივი, ანუ სჭირდება სიმარტივე, იდეალური ლოგო უნდა იყოს მარტივი, ადვილად აღქმადი, ზედმეტი დეტალები არ რთულებს ხოლმე, ამიტომ საჭირო არ არის და უნდა იბეჭდებოდეს სხვადასხვა ზედაპირზე. ეს იქნება ბეჭედი, იქნება გრავირება ხეზე, მეტალზე, ნებისმიერ რამეზე ადვილად უნდა გადადიოდეს. ნებისმიერ რამეს უნდა ესადაგებოდეს, ასე ვთქვათ. აუცილებელია რაღაც დეტალი კონდეს ისეთი, რაც ლოგოს გახდის დასამახსოვრებელს. რაღაც თავისებურ კვალს უნდა ტოვებდეს ადამიანის მეხსიერებაში. რომ რაღაც თავისით უნიკალური იყოს, ასე ვთქვათ. მაგრამ არსებობს
ისეთი კომპანიები, რომლებიც ცდილობენ გადამღერება გააკეთონ სხვა კომპანიის ლოგოების. აი მაგალითად გუდვილი ხომ ყველა მივიცით. ამას წინათ შემხვდა მაღაზია, რომელსაც ეწერა Good Food-ი. მაგრამ მის lightbox-ზე და სარეკლამო ბანერებზე გამოყენებული იყო ზუსტად იგივე ფერები, ზუსტად იგივე ფონტი წერის და ძალიან გავდა გუდვილს. როგორც ჩინელები მოასაკეთებენ ხოლმე დაახლოებით ეგეთ ვარიანტი. თუ არ გსურთ, მაშინ ჯობია რომ თქვენი უნიკალური შექმნათ. ფუნქციური უნდა იყოს აუცილებლად, რომ სხვადასხვა ფერში ლავირება შეგვეძლოს. და საერთოდ ჯობია რომ როდესაც ლოგოს შევქმნით რომელიღაც კონკრეტული კომპანიისთვის, აი ხლა როგორც შევქმნით ეს მოხუცი კაცი. სასურველია რომ ეს ფერებში ლავირებაც შევქმნათ. ან ერთ ფერში როგორი გამოვიდოდა ეს ლოგო, მაგალითად შავში ან თეთრში, რომ თუნდაც გრავირების დროს ან ბეჭდის დასმის დროს როგორ გამოჩნდება და როგორ დაჯდება, რომ ვიცოდეთ. იდეალურ ლოგოში უნდა დავიცვათ გეომეტრიული სიზუსტე და ბალანსი და საერთოდ ოქროს კვეთაც. იდეალური ლოგოები იქმნება მხოლოდ წრეების და ხაზების მეშვეობით. ჩვენ დღეს არ შეგვექმნია იდეალური ლოგო, ჩვენ შევქმნით არაუშავს რა ლოგო. მერე მოგვიანებით, როდესაც ცოტა უფრო კარგად გავეცნობით ამ სფეროს, აუცილებლად ჩავწერ ვიდეოს, როგორი უნდა იყოს იდეალური ლოგო, თავისი ოქროს კვეთის საიდუმლოთი და წრეებით და ხაზებით შექმნილი